ჩემ ადვოკატს უთხრა არც ერთ შემდგომობა არ დაუკმაყოფილა ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ თქო ლაშა ტალახაძე და არაო და ნუ მამდენი დრო არ ამაქვს მილდენბერგერმა და მეთქო ხალხი ყავს პაჭკა დასაჭერი მეთქი და მაგის გამო გამომაგდეს. ხო ფრაზა რის გამოც მიიღო გადა ჯარიმად კიდე? ფრაზაც მივამატე იმ ფრაზასთან. ჯარიმად კიდე? ჭამაჯარიმეს. მადლობა ბატონო ალეკო, აი ამ პერიმეტრზე არის დაძაბულობა, არ ვიცით რა ხდება, მანდატურები ვიღაცას აკავებენ სავარაუდოდ, ახლა სავარაუდოდ ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მოსული იყვნენ მათედევიძის სასამართლოს ხომაზე დასასწრებად, რადგან დღეს უნდა იყოს გადაწყვეტილება ძალიან მწვავე დაპირისპირება. ხედავთ, რომ ფიზიკურად უსწორდებიან მათ შორის მოქალაქეების ნაწილს, მაღალი ალბათობით ამ ადამიანებს ტერიტორიიდან გაარიდებენ და სასამართლო დარბაზიდან გაიყვანენ, თუმცა გარეთ არის უამრავი პოლიცია მობილიზებული და შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ დაკავებაც დაიწყოს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ეს ადამიანები იყვნენ სასამართლოს სხდომის დარბაზის მიმდებარედ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილი მოვიდა და მათედევიძის გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ. ხედავთ რა ხდება ახლა. გოგონები მათ შორის არიან ფიზიკური ანგარიშტორების მსხვერპლი და ერთი სამოქალაქო აქტივისტი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მაღალი ალბათობით აკავებენ და სულ ტერიტორიიდან გაიყვანონ. უცნობია რას მოყვა ეს დაპირისპირება, რის შემდეგ დაიძაბა. ასე მწვავედ ვითარება, ვეცდები რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდე და მოგასმენინოთ თუ რაიმე აღიქმება, რატომ დაიწყო ასეთი მწვავე დაპირისპირება სასამართლო დარბაზში. გოგონა გდიაძის როგორც ხედავთ ახლა და ასევე აქტივისტი ბიჭი ახალგაზრდა ათრევენ ჩვეულებრივად ახლა ამ ადამიანებს. რას უპირებენ სრულიად გაუგებარია, ვერ ხვდებით რატომ არიან ასეთი აგრესიულები. გაყავთ ახლა იმ კარიდან, რომელიც მოქალაქეების გასასვლელი კარი არ არის და ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ საპატრულო პოლიციის დაკავების მანქანაში აღმოჩნდება ეს ერთი ადამიანი მინიმუმ, რომლის განეიტრალებასაც ცდილობენ. ხედავთ რა ვითარება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვითარება ადგილზე უკიდურესად არის დაძაბული. ამ წუთებში სასამართლოში 21 წლის მათედევიძის პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესს ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხედავთ რა ვითარებაა დერეფანში. ცოტა ხნის წინ იყო ფიზიკური დაპირისპირება მანდატურის სამსახურთან. ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა იმის შესახებ, რომ რამდენიმე